საჭირო არის რომ გავიაროთ ცოტა ქალბატონი ლეგრიპის ისტორია რომ თვითონ არის უნდა ვიცოდეთ რომ ჯერ ერთი ძალიან გავლენიანი არის და მეორე ჯერ არის არჩეული ეროვნული ასამბლეის მიერ არის პრეზიდენტის პარტიიდან და თვითონ არის ვაის-პრეზიდენტი არის საგარეო საქმეთა სამინისტროს კომისიიდან ესე კომიტეტის წევრი და ვაის-პრეზიდენტი ძალიან აქტიური არის და დიდი ხანია რომ ქართული ხალხს იცნობს და საქართველოს პრობლემებს იცნობს, მაგრამ ეხლა ცოტა უფრო ღრმად შევიდა ამ საკითხებში. ეს ჩვენი ურთიერთობა დაიწყო უпроსორეთ მისი ინტერესი საქართველოზე უფრო გამყავდა ერთი წელი არის და მოგვიწვია მოსმენებზე, იმიტომ ყველასთვის გასაგები არის რომ დღევანდელ დღეს არც ქართული დიპლომატია არც ეგრეთ წოდებული მთავრობა არ თამაშობს მის როლს. ეს როლი არის რომ აცნობო სხვა ესა პოლიტიკურ პირებს უცხოეთიდან რა არის მდგომარეობა, როგორ შეიძლება წინ წავიდეს და რა იქნება სასარგებლო საქართველოსთვის. ეს როლი გადავიდა მთლიანად არასამთავრო ორგანიზაციებში. და ამისთვის არის რომ ჩვენ ვიყავით და ვართ მოწვეული მოსმენებზე, რომ გაიგონ სწორედ რა არის მდგომარეობა საქართველოში, რა არის საქართველო, იმიტომ ბოლოს და ბოლოს ამ ბოლო წლებში არავინ ჩვენს გარეშე არავინ არ მუშაობს საქართველოზე, არავინ არ ავრცელებს რა არის საქართველო, არავინ არ ცდილობს რომ ჩაათრიოს რა უკაცრავად სიტყვისთვის, მაგრამ პოლიტიკური პირები უცხოეთიდან და რომ დაინტერესდნენ საქართველოს მომავალზე. ეს მთავარი არის, იმიტომ ეს წლები, დაკარგული წლები კიდე დაიკარგება და შედეგები გამორჩება ძალიან სწრაფად. თუ დაუბრუნდებით ახლა მოსმენებზე, დაიწყო მოსმენები, გავიარეთ ჩვენ ქალბატონ თამარ დემურიასთან ერთად გავიარეთ 3 მოსმენა, სადაც დეტალურად შევედით ქართულ საქმეებში, აღწერეთ რა იყო დღევანდელი მდგომარეობა, როგორ არის პოლიტპატივრების მდგომარეობა, როგორ არ შეიძლება შენი ესა აზრის გამოთქმა არც ქუშასია და არც სხვაგან და როგორ მიდის საქართველოს ძალიან განკვირებული დარჩენი იმაში რომ არის 540 თუ 540-ზე მეტი დღე განუჩერებლივი მუდმივი აქციებში. ეს მათთვის არის საერთოდ გაუგებარი. და ძალიან დაინტერესა ამაში. თქვენ უკვე სად ისაუბრეთ ისა რეზოლუციის შინაარსზე. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რეზოლუციაში ასე პირდაპირ წერია, რომ საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილს ამის გარემოცვას უნდა დაუწესდეს სანქციები და ქალბატონი ლეგრიპი მე მიხსნიდა ინტერვიუში, რომ თუ კი ამ ეტაპზე თვითონ საფრანგეთი ეროვნული სანქციების შემოღებას ჯერ ვერ მოახერხებს, ის მაქსიმალურად ეცდება მთავრობაზე მოახდინოს ზეწოლა, რომ საერთო ევროპულ სანქციებში რუსულ პაკეტში მაინც მოხვდეს საქართველო, რადგან მნიშვნელოვანი იქნება აი ამ თემის ადვოკატირება თქვენი მხრიდან და ამ თემაზე მუშაობა პარლამენტთანაც და საფრანგეთის მთავრობასთანაც. ეს უნდა იცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილება რეზოლუცია, რომელიც არის მიღებული, ჯერ ერთი ეს რეზოლუცია მოდის 2 რეზოლუციის შემდეგ. პირველი იყო რეზოლუცია კანჭისყრის მიღებული ესა ევროპული კომიტეტის მიერ. შემდეგ იყო მეორე კანჭისყრა, რომელიც იყო საგარეო საქმეთა კომისიის და ესეც დადებითი პასუხი მიიღო და ეს არის მესამე ფაქტიურად. რაც ძალიან უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია არის მიღებული არის 2/3-ზე მეტი, ესე იგი იყო 70 მომხრე ამ რეზოლუციის და საკანონმდებლო ინსტიტუტი გავლენა აქვს მთავრობაზე პირდაპირ. ესე იგი არის მთავრობა იძულებული არის რომ შეხედოს რა არის გადაწყვეტილება და რამენაირად მიიღოს მონაწილეობა რომ შეასრულოს ეს რაც არის შინაარსი ამ გადაწყვეტილების და რეზოლუციის. და შინაარსი არა მარტო ის არის რაც არის მიდრეკილი ბიძინა ივანიშვილზე, არამედ არის ნახსენები პოლიტიკურ პატივრები, არის ნახსენები მოწამვლის
პრობლემა რომელიც იყო აქციების დროს ესეც არის ნახსენები საპატიო ლეგიონი არის ნახსენები ამაში და მე არის ძალიან ისა კვეთრად არის ისა შინაარსი რომ პერსპექტივა რჩება და ეს არის მთავარი პუნქტი რომ ღია კარი რჩება საქართველოს ესე იგი ცვლილებები როცა მოხდება საქართველოში ძალიან ადვილი იქნება შესვლა ისევე დაბრუნება საიდანაც მოვდივართ დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მართლაც და მან თავად ჩემთან ინტერვიუს დროს ეს ხაზგასმით მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, დღეს ახლა რას ცდილობს ივანიშვილის რეჟიმი, რომ ისე ჩაწყვიტოს ყველა კავშირი, ყველა ხიდი ევროპასთან, რომ ბოლოს ევროპამ თვითონ გვაქციოს ზურგი და თქვას, რომ ამ ხალხთან, ამ ქვეყანასთან არაფერი საერთო არ მინდა მქონდეს. აი ამის საპირისპიროდ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ჩვენი პოლიტიკური სპექტრი ხედავს, რომ ქართველი ხალხი იბრძვის და როგორც კი აქ დემოკრატიული არჩევნების ჩატარება საშუალება იქნება და როგორც კი საქართველოში დემოკრატიული ხელისუფლება მოვა, მაშინ შეიძლება ქვეყანა დაუბრუნდეს ამ მნიშვნელოვან არჩევანს ევროპისკენ სვლას და პირდაპირ მითხრა, რომ ეს პერსპექტივა რჩება და მნიშვნელოვანი იყო ამის ჩაწერა დოკუმენტში. და ასევე მინდა გკითხოთ იმის შესახებაც, რომ თავად შემახსენა, რომ ოკუპაციის შესახებაც გავაკეთეთ ჩანაწერი. საქართველოს 20% ოკუპირებულია და აი ეს არ უნდა იქნეს დავიწყებული და ევროპული პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს. ეს მისგან მოდის ეს ინიციატივაც ბატონთან არა მარტო იმიტომ ალბათ იცით რომ ლეგრიპი არის წევრი ჩვენი სამეგობრო დეპუტატებში შედის და მის ირგვლივ არის რამოდენიმე ძალიან აქტიური დეპუტატები მათ შორის სტივი გუსტავი რომელიც არის მეგობრობის კომიტეტის პრეზიდენტი და გამოდის ძალიან ხშირად ერთი მეორე და სხვაებიც საერთოდ გამოდიან და ყოველთვის ახსენებენ რომ საქართველოს არის 20%-ის ტერიტორია არის ოკუპირებული ახსენებენ მუდმივად ახსენებენ პოლიტიკურ პატივებს და არის ძალიან კარგად იციან ახლა მომზადებული არიან და ამისთვის მინდა შევახსენო ჩვენ მეგობრებს რომელიც არიან საზღვარგარეთ და სხვა ქვეყნებში რომ მათი როლი არის ფაქტიურად გახდა დიპლომატიური როლი. არის ორგანიზაციები, არასამთავრო ორგანიზაციები, რომელიც არსებობენ ბელგიაში, გერმანიაში, ნიდერლანდებში და სხვა ქვეყნებში ევროპაში, რომელიც ასრულებენ დიდ როლს. სადაც არის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები, ისინი აღადგენენ ასეთ დიპლომატიურ ურთიერთობებს. და მათ მეშვეობით ხდება ეს რომ მთლიანად არ არის დავიწყებული საქართველოს. ეს არის ჩვენი მთავარი რისკი, რომ შიგნით ძალიან აქტიური არიან პოლიტიკური პატივრები და საერთოდ საზოგადოება ძალიან აქტიურად ჩართული პროცესებში და მთავარი არის რომ უცხოეთმა იცოდეს დაწვრილებით რა ხდება, როგორ მიდის მდგომარეობა საქართველოში, რა დახმარება შეუძლია გაუწიოს. ლეგრიპმა ძალიან კარგად მიხვდა ესა და როგორც კი არის მოწვეული და იქნება თვითონ მოწვეული 26 მაგალითად 26 მაისისთვის ის მოვა და სხვა დეპუტატებიც იქნებიან დარწმუნებული ვარ წინასწარ რომ ახსენებენ როგორც ყოველთვის რომ არის საქართველოს არის ოკუპირებული და რა არის ხევანდელი რეჟიმის როლი როგორ იქცევა როგორ არადემოკრატიულად იქცევა 26 მაისს თქვენ სათვის წომოს გაქვთ თქვენი ღონისძიება ამას გულისხმობთ ბატონთან დიახ 26-ში არის დანიშნული არის ღონისძიება, სადაც არის მოწვეული და ვიცი რომ მოდის თვით ლეგრიპი და სხვა დეპუტატები, ვცდილობთ ჩვენ ყოველთვის და არა მარტო ჩვენ ყველა ორგანიზაციები, იმიტომ საერთოდ ერთად მუშაობთ ყველანი, რომ არა ისა არასამთავრო ორგანიზაციები რომ გავაკეთოთ აქციები და ყველა ღონისძიები ერთად ჩავატაროთ. უკვე ჩავატარეთ ცოტა ხნის წინ გამოფენა რომელიც იყო მიძღვნილი პოლიტიკურ პატივებზე დიდი გამოფენა ევროპულ სახლში პარიზში სადაც ბევრი ხალხი მოვიდა სადაც იქაც იყო მოსული დეპუტატები და
პოლიტიკური წევრები. დიახ, და ბატონო ოთარ, მინდა ვიდრე დაგემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს უთხრათ ისიც, რომ ქალბატონი გრიპის გამოცდილებაზე, როდესაც საუბრობდით თქვენ, როგორც ცნობილი პოლიტიკოსი, ის წლების განმავლობაში ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი, იცნობს ევროპის და თავად ევროკავშირის მუშაობის სტილსაც და ამიტომ, როდესაც ინტერვიუს დროს ჩვენ საუბრობდით იმის შესახებ, რამდენად შესაძლებელია ახლა სანქციები დაწესდეს, ის ახსენებდა, რომ ეროვნულ მთავრობებთან მასაც აქვს კონტაქტი სხვა ქვეყნების პარლამენტის წევრებთან, ქართულმა დიასპორებმა და ვისაც რა შეუძლია, უნდა იმუშაოს, რომ ეროვნულ დონეზე სხვადასხვა ქვეყნებში მოხდეს ამ სანქციების დაწესება და ის განსაკუთრებულად ხაზს უსვამდა იმას, რომ ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნები, პოლონეთი, საფრანგეთი, გერმანია ახლა ყველანაირად ეცდებიან, რომ ევროკავშირის საერთო სანქციების პაკეტში მოახვედრონ ასევე საქართველოს. რამდენად იქნება მნიშვნელოვანი, რომ აი ეს ფორმატიც გამოყენებული იყოს და ეს ფორმატიც გამოიყენოს ქართულმა საზოგადოებამ, ვისაც თქვენ მოუწოდებთ დღეს მათ შორის, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნითაც პოლიტიკურმა ძალებმა, პოლიტიკურ ოპოზიციას გულისხმობ, რომ აი ვაიმარის ქვეყნებიც გახდნენ ამ საკითხის ადვოკატირების სათავეში, რომ ევროკავშირმა საერთო ევროპულ სანქციებში რუსეთის შემდგომი პაკეტში შეიყვანოს საქართველო. ეს არის უკვე რეზოლუციაში არის შეტანილი და ვიცით, რომ ქალბატონი ლეგრიპი არა მარტო გავლენიანი არის, მაგრამ ერთგულიც არის და ვიცი რამდენად შეუძლია ასევე ისა მთავრობაზე ზეგავლენა მოახდინოს და ასევე ევროპულ ორგანიზაციებში იგივენაირად გაიტანოს ჩვენი ხმა და გაიტანოს ჩვენი სათქმელი, რომელიც მიითვისა და არის მისი სათქმელი ფაქტობრივად. დიახ. ურმესი მადლობა ბატონო ოთარ და მადლობა ქალბატონ ლეგრიპს და სათვის ომოს ასოციაციას, რომლებიც აი ესე თანმიმდევრულად მუშაობთ იმისთვის, რომ შედეგი დაიდოს და ჩვენ ნახეთ ეს რეზოლუცია, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე და ამავე რეზოლუციაში წერია პირდაპირ, რომ მას უნდა ჩამოერთვას ღირსების ორდენი, ეს საპატიო ორდენი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჯილდო საფრანგეთში, რომელიც აქვს მას მინიჭებული. ქალბატონი ლეგრიპი ამაზე ჩვენთან აქტიურად საუბრობდა. ასევე მან ახსენა ისიც, რომ მომავალ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება პარლამენტში სტუმრად და ის კიდევ ერთხელ დააყენებს ამ საკითხს, საქართველოს თემას და მე არ გავჩერდები, ჩვენ ვიბრძოლებთ, ჩვენ გავაგზავნებთ საქართველოს ხარდაჭერას. ეს იყო მისი მთავარი სათქმელი მთელი ინტერვიუს განმავლობაში და კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა მას ასეთი მხარდაჭერისთვის. მადლობა თქვენ, რომ მონაწილეობას იღებდით ჩვენს გადაცემაში, უნდა დავემშვიდობოთ.